მოგესალმებით, ეთერშია კურიერი 3-ზე, ახალ ამბებს კურიერის გუნდთან ერთად მე კესო ქაფიანიძე გაგაცნობთ. 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებულ 7 პირს საქალაქო სასამართლომ აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით ერთს ია დარახველიძეს კი 10,000 ლარიანი საპატიმრო გირაო დაეკისრა. ამით სრულად დაკმაყოფილდა პროკურატურის შუამდგომლობა. მათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ამ დრომდე დაკავებულია 46 პირი. გამოძიების ინფორმაციით 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად შეკრება მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონს საწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. დღეს საქალაქო სასამართლოში 2 პროცესი ჩატარდა, აქედან ერთი რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ადგილზე იმყოფება ჩვენი კორესპონდენტი ნანა გოგატაძე და მისგან უფრო მეც მოვისმენთ. ნანა, ეთერში ხარ. სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი და როგორც ცნობილი გახდა, მოსამართლემ გაიზიარა დაცვის მხარის და ასევე სახელმწიფო ბრალდების პოზიცია და ერთ-ერთ დაკავებულს ია დარახველიძეს აკვეთის ღონისძიების სახით საპატიმრო გირაო 10,000 ლარი დაეკისრა. იქამდე კი მოვლენები ასე ვითარდებოდა, თავდაპირველად სახელმწიფო ბრალდებამ 4 პირის შემთხვევაში დააყენა შუამდგომლობა, რომ თითოეული მათგანისთვის უმკაცრესი აკვეთის ღონისძიება პატიმრობა ყოფილიყო შეფარდებული, თუმცა შემდგომ უკვე გაჟღერდა დაცვის მხარის შუამდგომლობები, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ია დარახველიძის უფლებადამცველმა განმარტა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ჰქონდა ჯანმრთელობის პრობლემები, პარალელურად მან წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაციები და ასევე უფლებადამცველმა თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გუშინ გახდა შეუძლოთ. აქედან გამომდინარე საჭირო გახდა შესვენების გამოცხადება სხდომათა დარბაზში, ვინაიდან პროკურატურას ინფორმაცია გადაემოწმებინა და 9 საათიანი შესვენების შემდგომ უკვე სახელმწიფო ბრალდებამ შეცვალა მისი პოზიცია და 4-ის ნაცვლად 3 პირის შემთხვევაში მოითხოვა აკვეთი ღონისძიების უმკაცრესი ზომის პატიმრობის გამოყენება, ხოლო ია დარახველიძის შემთხვევაში მოითხოვა 10,000 ლარიანი საპატიმრო გირაოს შეფარდება, რასაც ნაწილობრივ დაეთანხმა დაცვის მხარე. უფლებადამცველი ითხოვდა არასაპატიმრო გირაოს და ითხოვდა, რომ სხდომათა დარბაზიდანვე გათავისუფლებულიყო ია დარახველიძე. მოკლედ, პროცესები დღევანდელ სასამართლო პროცესზე ასე ვითარდებოდა. მოვისმინეთ ჩვენ როგორც სახელმწიფო ბრალდების, ასევე დაცვის მხარის პოზიცია და იქამდე ვიდრე ეს პროცესი ჩაინიშნებოდა, ვიცით რომ დღის პირველ ნახევარში დილიდან კიდევ ერთი სასამართლო სხდომა მიმდინარეობდა საქალაქო სასამართლოში, სადაც ასევე მსაჯული მსჯელობდა 4 პირის, 4 ოქტომბრის აქციაში მონაწილე 4 პირის აკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაშიც პოზიციები იყო ერთმანეთისგან განსხვავებული. სახელმწიფო ბრალდება 4 ადამიანის შემთხვევაში ითხოვდა აკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას, თუმცა ამ შემთხვევაში მსაჯულმა უკვე სრულად გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა და 4 ადამიანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ვითხოვდით, რომ გამოყენებული ყოფილიყო გირაო ან ნებისმიერი სხვა კიდე დამატებითი ღონისძიება. საპატიმრო გირაოს ითხოვდა ბრალდების მხარე. ჩემთვის პირადად როგორც ადვოკატისთვის და ადამიანისთვის ცოტა გაუგებარი რაღაც საჭირო იყო მოსამართლემ, რომ საპატიმრო გირაო გამოიყენა, როდესაც შეეძლო დარბაზიდანვე გაეთავისუფლებინა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დასაბუთებული ვარაუდიც ჰქონდეს, რომ ამ ადამიანმა ჩაიდინა დანაშაულის არ ეთანხმება ბრალდებას და ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ მის წინააღმდეგ ფიზიკურად შეუძლებელია, რომ არსებობდეს რაიმე მტკიცებულება. ია დარახველიძის გარდა სხვა პატიმრების უფლებადამცველებიც, ბრალდებულების უფლებადამცველებიც აპელირებდნენ იმაზე, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ჰქონდათ ჯანმრთელობის პრობლემები, თუმცა სხდომის დასრულების შემდგომ სახელმწიფო ბრალდებამ განმარტა, რომ დაცვის მხარე მას შემდგომ, რაც დამადასტურებელ დოკუმენტებს წარადგენს და წარმოადგენს, ბუნებრივია სახელმწიფო ბრალდება გაეცნობა და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას, თუნდაც აკვეთის ღონისძიების შეცვლას დაკავშირებით. გარდა ამისა, პროკურატურა დღეს ისევე როგორც სხვა დღეების განმავლობაში აპელირებდა ძირითადად იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მრავალტომიანი საქმის მასალებში დევს და მათ შორის ერთ-ერთი მთავარი მოწმეთა ჩვენებებისა და ექსპერტიზის დასკვნების გარდა არის ვიდეო ჩანაწერები, რომელიც სახელმწიფო ბრალდებამ გაასაჯაროვა ბოლო დღეების განმავლობაში და ამ ვიდეო კადრებში ჩანს ის რეალობა, რაც ხდებოდა 4 ოქტომბერს ორბელიანის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორ
როგორ ვითარდებოდა მოვლენები მას შემდგომ, რაც აქციის ორგანიზატორების მხრიდან გაჟღერდა ძალადობრივი მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ დემონსტრანტები თავისუფლების მოედნიდან გადასულიყვნენ საპრეზიდენტო რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, მათი მხრიდან ახალი დანაშაული ჩადენის, ასევე მიმავლის საფრთხეზე მითითებით, ასევე მტკიცებულებაში მოპოვების ხელი შეშლის საფრთხეზე მითითებით. მოცემულ სამართალქმეზე არსებობს არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ ვიდეო ჩანაწერები, ექსპერტიზის დასკვნები, გამოკითხვის ოქმები და სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა. ბრალდებულის ადვოკატებთან გვაქვს აქტიური კომუნიკაცია. შევისწავლით მათ მიერ წარმოდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციას, რამდენად შეუთავსებელია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა პენტენციურ დაწესებულებაში ყოფნასთან და მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას. თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე 8 პირის სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია. აქედან 7 ბრალდებულს მოსამართლის გადაწყვეტილებით აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გამონაკლისი არის ია დარახველიძე, რომლის შემთხვევაში სახელმწიფო ბრალდებამ პოზიცია შეცვალა და ეს ბრალდებული საპატიმრო გირაოს გადახდის შემდგომ გათავისუფლდება. მადლობა თქვენ უსმენთ ნანა გოგადაძეს. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ ყველა პირი ინფორმირებული იყო, სად მიდიოდა 4 ოქტომბერს. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლების უმაღლესმა თანამდებობის პირებმა ბევრჯერ გააფრთხილეს ისინი, რომ კანონდარღვევას მოჰყვებოდა შესაბამისი რეაგირება. ამიტომ ისინი ვერ შეძლებენ პასუხისმგებლობას თავი აარიდონ. დიდი რაოდენობის ხალხი ძალადობდა იმ დღეს და ცდილობდნენ რომ შტურმით აეღოთ პრეზიდენტის სასახლე. შესაბამისად, რა თქმა უნდა, იდენტიფიცირება მიმდინარეობს ყველა ამ ადამიანის, ამაზეც ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, რომ იდენტიფიცირება იქნებოდა გაცილებით უფრო მარტივი ვიდრე წინა შემთხვევებში და შესაბამისად, ვინც იქნება კიდევ იდენტიფიცირებული, აბსოლუტურად ყველა იქნება დაკავებული. თანახაც მინდა ჩვენს მოქალაქეებს განვუმარტო, რომ ეს დაკავება ხორციელდება მტკიცებულებების ძალიან მაღალი ხარისხით, ძალიან მაღალი სტანდარტით და ფაქტობრივად ყველა დაკავებულთან მიმართებაში არსებობს ვიდეო ჩანაწერიც. როდესაც საზოგადოება უყურებს იმას, რომ პრეზიდენტის სასახლეში ღობე მოანგრიეს, ქვებს ესროდნენ პოლიციელებს, ფიზიკურად შეიჭრნენ და ამას შენ უწოდებ მშვიდობიან აქციას, რა თქმა უნდა, შენივე მხარდამჭერებიც აღარ დაგიჭერენ მომავალში მხარს და ჩვენ ნახეთ ქუჩაში მათ შორის რა თქმა უნდა მათივე მხარდამჭერების უმრავლესობა ამიტომაც აღარ მივიდა. რაც შეეხება დაკავებულთა რაოდენობას, ნუ ეს იმაზეა დამოკიდებული, რამდენმა მიიღო მონაწილეობა ამ ძალადობრივ აქციებში. რამდენიც მიიღებს მონაწილეობას ძალადობრივ აქციებში, რა თქმა უნდა იქნება იმდენი დაკავება და პასუხისმგებლობა. ეს არის მოცემულობა. 100 კაცი იქნება, 20 კაცი თუ 50, რამდენიც იქნება, ყველა აგებს პასუხს. 20,000 ლარიანი გირაოს სანაცვლო დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა გიორგი ჩახუნაშვილმა. აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მას სასამართლომ გუშინ შეუფარდა. ჩახუნაშვილს ბრალი წაუყენეს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ჯგუფურად ხელში ჩაგდების მცდელობისა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე. სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ მისმა შვილმა სოციალურ ქსელში ანგარიშის ნომერი გამოაქვეყნა და მხარდამჭერებს თანხის შეგროვებას თხოვა. პროცესის დასრულების შემდეგ მან განცხადება ამ თემაზე მედიასთანაც გააკეთა. მოგვიანებით კი მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თანხა შეგროვდა. გირაოს გადახდას ვაპირებთ, ეხა დადებული გვაქვს პოსტი. ამ ეტაპისთვის სადღაც 10,000 ლარია უკვე ჩარიცხული და იმედია მალე შეგროვდება და ხვალისთვის უკვე მამაჩემი თავისუფლებაზე იქნება. აი ზუსტად ესაა კლასიკური ნაცის სახე. ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცის, რომელიც საკუთარ მამას გირაოს ფულსაც არ უხდის და სხვას თხოვს. დაწერა სოციალურ ქსელში რატი იონათამიშვილმა. ეს ხო ჯანსაღ და თავმოყარე ქართველს თავში არასდროს მოუვა. აცხადებს დეპუტატი. პარლამენტის წევრი სოციალურ ქსელში კონსტანტინე ჩახუნაშვილის მიერ გამოქვეყნებული განცხადების სკრინსაც აქვეყნებს, რომელშიც ის ანგარიშს უთითებს და მამის გირაოს თანხის შეგროვებას სხვებს თხოვს. თემაზე შეფასებებს აკეთებენ მართველი გუნდის სხვა წევრებიც. თავის შეცოდების რეჟიმში არიან გადასული, რომ აი შეგვიგროვეთ ხალხო ფული, საწყალი პროფესორი და ასე შემდეგ რა. ერთი რამეა, შეიძლება ადამიანი პროფესორი იყო, მაგრამ დანაშაულს ჩადიოდნენ. შეიძლება ადამიანი უბრალო რაღაცა მოხელე იყო და დანაშაულს ჩადიოდნენ. ამიტომ ამ შემთხვევაში რაიმე პროფესია
რაღაცის ინდულიგენცია აღერავითარ შემთხვევაში ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველა ის ადამიანი, ვინც იქ მივიდა, იცოდა რისთვის მივიდა. კარგად იყვნენ ჩამოყალიბებული. დანარჩენი ეხლა ეს ნიანგის ცნებლების უკვე რო იტყვიან აღარ ჯერა ქართულ საზოგადოებას. როდესაც ესეთი ტიპის საკითხები არის, ჩვენ მიჩვეულები ვართ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისგან, რომ ნებისმიერ დროს ბატონმა კანდელაკილმა დაიწყო თუ არ ვწდები, რამდენიმე თვის წინ ჩაუყარა საფუძველი ესეთ ტრადიციას, რომ როდესაც რაღაცა ფული ჭირდებათ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს ან მათ აქტივისტებს, ისინი ხალხისგან ითხოვენ შემდეგ ამ ფულის შეგროვებას და ზუსტად ესეთ სცენარი ვითარდებოდა გუშინაც, როდესაც მამის გირაოს გადახდაზე არის საუბარი, ჩვენ ვიცით რომ ამ ოჯახს ნამდვილად არ უჭირს, სუბუქად რო ვთქვათ და აგრძელებენ ჩვეულებრივად ნაციონალური მოძრაობის ხაზს, თითქოს საზოგადოებას მოაჩვენონ, რომ რაღაცა გაჭირვებულები არიან და მეტი ემოცია აღწრან ჩვენს მოქალაქეებში, უფრო მეტი თანაგრძნობისთვის. ამ საქციელში და განცხადებაშიც კი ჩანს, თუ რა ბუნების ხალხია ნაცმოძრაობა თავისი აქტივისტებით, რომ შენ მიდიხარ დანაშაულზე და მერე თანხა, რომელიც შეიძლება დაგჭირდეს ჯარიმისთვის თუ სხვადასხვა საკითხებისთვის, იმიტომ რომ დანაშაულისთვის პასუხისმგებლობა გქონდეს, ეუბნები ხალხს რომ შემიგროვეთ თანხაო. ნუ წარმოიდგინეთ ახლა, აი რა პასუხისმგებლობაზეა საუბარი, როდესაც ხალხს თხოვ რომ ფული მომეცით, იმიტომ რომ მე დანაშაული ჩავიდინო და მე დაუძვრე მართლმსაჯულებას. ის რომ პროკურატურამ დააყენა შუამდგომლობა ამ პიროვნების გირაოს შეფარდებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა ეს პროკურატურის უფლებამოსილებაა, მისი ხედვებია იმასთან დაკავშირებით, თუ ვის შეიძლება რა შანსები ჯერ კიდევ მიეცეს, ეხლა პოლიტიკურად სხვა შეფასებაა, მაგრამ სამართალდამცავი ორგანოები თავის შეხედულებიდან ასე თუ ისე აძლევენ შანსს იმ ადამიანებს, რომლებიდანაც შეიძლება კიდე სამომავლოდ შესაძლებელია რაიმე ტიპის კანონდარღვევა აღარ მოხდეს. ყველას ჰქონდა არჩევანი ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არა. შევარდნილი იყო სასახლეში ან არა. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა, არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანი სითამამე ყოფნის, შედეგის მიღების სითამამეც უნდა იყოს. 4 ოქტომბრის მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს პარლამენტის თავმჯდომარე. სპიკერი წერს, რომ ყველამ ყველაფერი იცოდა, იცოდნენ, რომ ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ. ეს იცოდა 4-ში შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიხარა. წერს პარლამენტის თავმჯდომარე და აქვეყნებს ვიდეოს, რომელშიც საუბარია ძალადობის ორგანიზებაზე და ისმის დამხობისკენ მოწოდებები. ნეპალით უნდა შეგვაშინო, ნეპალი კი არა, აი უწფერად გეტყვი, ხო? აი არაბის მაგათი, არაბის ფიზიკური განადგურება არ მეწყენება. და თუ ივანიშვილს ბენზინს გადაასხამენ და ცელს წაუკიდებენ, მე არ მეწყენება. აი უწფერად გეუნდები. უმარტავი ხალხი ჩვენ ვნახეთ ნეპალში რაც ხდება. აი მაშინ მართლა ვეღარ გაასწრებენ ქვეყნიდან. ისეთ ძალადობას მიიღებენ, ნეპალი მონატრებიათ მე რა. გარანტიას უკეთებენ საკუთარ თავს, რომ მოხდება ნეპალი. მართლა ზუმერების რევოლუცია დაგხვდება 4-ში. და მე უკვე ნეპალი მონაგონი იქმნა. ნეპალში რაც ხდებოდა დაადევნებთ. კი. მოდი ნეპალია. მე მაგალითად მომხრევარ ეგეთი სცენარი. ესე სრულდება ხოლმე რეჟიმი. ჩვენ რატომ მოგვაქვს მაგალითად ნეპალის მაგალითი და ეს შემდეგ ეს არ არის ადეკვატური. კარგად დამთავრდა ყველაფერი. ჩვენს ვითომთავრობას მინდა მივმართო გადახედეთ რა ხდება ნეპალში. მე არ ამგონია რომ ჩვენ ნაკლებად ღირსეული ადამიანები ვართ. და ბიძინა ივანიშვილს დაჭირდეს, აი როგორც ნეპალში მოხდა ვერტმფრენზე თოკი ჩამოკიდება თავის ვერტმფრენები და ქვეყნიდან გაქცევა. ეს იდეა ბოლომდე გადაამტრო რუს ბიძინას და მე მიმართავ ახლა ქართულ ოცნებას. თქვენ კარგად ნახეთ რა მოხდა ნეპალში. შიშით შეპყრობილმა ივანიშვილმა, იმიტომ რომ ხედავს რა ხდება ნეპალში, რომ ეს ხელისუფლება კინძის ღვით არ გავაგდოთ სახლში. ჩვენ ნახეთ რა მოხდა. ყველამ ყველაფერი იცოდა, იცოდნენ რომ 4-ში 4 საათზე ნეპალის მოსაწყობად იკრიბებოდნენ, იცოდნენ რომ თუ მიზანს მიაღწევდნენ და ხელისუფლებას დაამხობდნენ, თავის შავს ძიებს ამოიღებდნენ და სულ სახელ-სახელ გაივლიდნენ ვინ რომელ ბოძზე ჩამოეკიდათ და ვის ოჯახს არ მივარდნოდნენ. კედელთან მიაყენებდნენ მათ სამიზნეებსაც და ყველას, ვინც მათ გამოისარჩლებოდა. ერთნი იმოქმედებდნენ, მეორენი ტაშ დაუკრავდნენ, მესამენი მობილურით გადაუღებდნენ. ზიზღი ხომ საკუთარ ლეგიტიმურ უფლებად მიაჩნიათ. ეს იცოდა 4-ში 4 საათზე შეკრებილმა თითოეულმა ადამიანმა, პოლიტიკოსმაც და NGO-შნიკმაც, ზრდასრულმაც და ახალგაზრდამაც, ექიმმაც და ინჟინერმაც. იცოდნენ, რომ ქვეყანას ქაოსისთვის წირავდნენ, იცოდნენ და მაინც მივიდნენ. ნეპალი ვერ შედგა, სისხლი ვერ დაიღვარა. ქვეყანა ქაოსს და 90-იანებში დაბრუნებას გადაურჩა.
ქვეყნის მომავლის დამამხობლები დამარცხდნენ. ყველას ჰქონდა არჩევანი, აყოლოდა ან არ აყოლოდა, მისულიყო 4-4-ზე ან არ მისულიყო, ესროლა პოლიციელისთვის ქვა ან არ ესროლა. შევარდნილიყო პრეზიდენტის სასახლეში ან არ შევარდნილიყო. ყველამ თავისი არჩევანი გააკეთა. ყველა არჩევანს თავისი შედეგი აქვს. ვისაც არჩევანის გაკეთების ითამამი ყოფნის, მისი შედეგის მიღების ითამამიც უნდა იყოს. მათ კი ვინც დამარცხებისას წინა ხაზზე სუსტები, მოხუცები, მოწყვლადები დააყენეს და გაწირეს, ახლა კი პასუხისმგებლობას გაურბიან და დაკავებულებით სპეკულირებენ სამართლებრივთან ერთად მორალური პასუხისმგებლობაც ელით. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. მართულ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც ცდილობს გაემიჯნოს გადატრიალებისა და დამხობის სცენარს, კარგად იყო ინფორმირებული თუ როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები 4 ოქტომბერს. სახელისუფლებო გუნდში ასევე იხსენებენ იმ გამაფრთხილებელ განცხადებებსა და მოწოდებებს, რომლებიც ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების განისმოდა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაზე გაკეთებული შეფასებები მოისმინა ლევან ფანცხავამ და მას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. ლევან, გისმენთ. დიახ, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე, სადაც ის პარალელებს ავლებს ნეპალში მიმდინარე მოვლენებზე და ოპოზიციის გეგმებზე საუბრობს, დღეს კომენტარს არ აკეთებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, ჯერჯერობით მათი განცხადება ამ თემაზე არ მოგვისმენია და ასევე ჩვენ დაუკავშირდით იმ ადამიანებსაც, რომლებიც გავრცელებულ ვიდეოში ფიგურირებენ, საუბარია პოლიტიკოსებზე, რომლებიც ამბობენ, რომ ამ თემაზე განცხადებას არ აკეთებენ და კომენტარს მედიასთან არ გააკეთებენ. ერთადერთი ვინც ოპოზიციიდან ამ საკითხზე ისაუბრა, გირჩის ლიდერია იაგო ხვიჩია ამბობს, რომ ახალი ამ განცხადებაში არაფერი წერია, რადგან ოპოზიციის მხრიდან მსგავსი შინაარსის განცხადებებს ანდრომდეც ვისმენთ. პაპუაშვილის განცხადება სრულიად ლოგიკური გაგრძელება ხელისუფლების იმ ვერსიის, რომლის მიხედვითაც მათ რევოლუციას უწყობენ და შესაბამისად ჩვენი კოლეგა ოპოზიციონერების მიერ ნათქვამის სიტყვების ერთმანეთთან შეწებება, მე მგონი დიდ საქმეს არ წარმოადგენს. ყველამ ვიცით რა რიტორიკითაც გამოირჩეოდნენ და ახლა ამის გაცხადება ხდება. ქართული ოცნების წევრები ამბობენ, რომ ყველამ დაზუსტებით იცოდა 4-ში 4 საათზე სად მიდიოდა, რატომ მიდიოდა და ჰქონდათ გაწერილი გეგმაც, როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა, რადგან ხელისუფლების წარმომადგენლები მათ მოუწოდებდნენ, რომ კანონის ჩარჩოს არ გაცდენილიყო არც ერთი აქციის მონაწილე. ეს შეკრება ნაცების ორგანიზებით თავისი არსით, თავისი შინაარსით იყო დანაშაულებრივი და ანტისახელმწიფოებრივი. ამას არანაირი შეხება და არანაირი კავშირი არ შეიძლება ჰქონოდა გამოხატვის თავისუფლებასთან, შეკრების თავისუფლებასთან. ჩვენ გვახსოვს ამ ადამიანების მემხედველობაში მაგ აქციის ორგანიზატორების არაერთი განცხადება წინასაარჩევნო პერიოდში, როგორ გეგმავდნენ და როგორ განცხადებებს აკეთებდნენ იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა მომხდარიყო პროცესების გამწვავება. შემდგომში ეს რაღაცა შეფუთული ჰქონდათ ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობით. რეალურად ყველამ ყველაფერი იცოდა. მათ ყავთ საკუთარი დამფინანსებლები, ხო? მათმა პატრონებმა, ვინც გამოიყვანეს ავანს სცენაზე, შესაბამისად ისინი არიან პასუხისმგებლები. ვიდეო არქივი ყველაფერს ინახავს და შესაბამისად ეხლა ოპოზიციონერების, რადიკალების გარკვეული ნაწილი, რომელიც ემიჯნება თითქოს და 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარს, მათაც ეს ყველაფერი ძალიან კარგად იცოდნენ. ჩვენ ვაფრთხილებდით მათ პრემიერ-მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი დეპუტატები, რომ არ განევითარებინათ სცენარი იმგვარად, როგორც ჰქონდათ მათ ეს ყველაფერი ჩაფიქრებული, თუმცა მიუხედავად ამ ჩვენი გაფრთხილებისა, მათ მაინც ისურვეს და განავითარეს სცენარი იმგვარად, რომ ეს ყველაფერი ითვალისწინებდა სახელმწიფო დამხობას. ახლა ოპოზიციონერების გარკვეული ნაწილი რაღაცა ალიბის შექმნით არის დაკავებული, გარკვეული ნაწილი ემიჯნება თითქოს არ იცოდა, იქ არ იმყოფებოდა და ასე შემდეგ, თუმცა ეს საბავშვებაღი არ არის, ჩვენი მოქალაქეები ამ ყველაფერს აკვირდებოდნენ, ყველაფერი ძალიან კარგად ახსოვდა, შესაბამისად ყველამ იცის, რომ ირიბად თუ პირდაპირ ეს ყველა აქტორი ჩართული იყო 4 ოქტომბრის ძალადობრივი დამხობის სცენარის განვითარებაში. ვერ შემდგარ მშვიდობიან დამხობაზე შალვა პაპუაშვილის განცხადება დღეს დილით გავრცელდა. მადლობა ლევან, თქვენ უსმენდით ლევან ფანცხავას.
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანინა დარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდა. უწყების დატოვების შემდეგ ნადარეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეკითხვები ეხებოდა თბილისთან ახლოს აღმოჩენილ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღის საქმეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით 4 ოქტომბერს დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის პარალელურად აღმოჩენილი საბრძოლო მასალის გამოყენებით თბილისში დივერსიული აქტები უნდა განხორციელებულიყო. კითხვა იყო, რაღაცა ტყეში რო ამოთხარეს კადრები, ამ კადრებთან ანუ იმ იარაღთან დაკავშირებულ პირთან, როგორც მაყურებლებს გვახსოვს, ბოჭი იყო ესეთი ნახსენები. აინტერესებდათ თუ ვიცნობ ამ ადამიანს, თუ მქონია რაიმე შეხება, რაიმე გადაკვეთა. ასევე აინტერესებდათ თუ ვიცნობ პაატა ბურჭულაძეს და ესეც ძალიან სასაცილო კითხვა არის, იმიტომ რომ 1000 ჯერ ვთქვით, რომ პაატა ბურჭულაძე არის ჩვენი ოჯახის ნათესავი. რომელ ტვინში დაიბადა და ვის დაებადა კითხვა, რომ მე რაიმე შეხება შეიძლება მქონდეს რაღაცა ამოთხრილ იარაღად. მართველი გუნდი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობასა და საეჭვო დამთხოვებზე საუბრობს. მათივე შეფასებით კითხვებს ბადებს ის ფაქტიც, რომ ახალაია და მისი მეუღლე 4 ოქტომბრის მოვლენებს მშვიდობიანს უწოდებენ. უმრავლესობა გამოძიების საბოლოო დასკვნის მოლოდინშია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ დამთხოვების არ ვჯერა, რამდენიმე დღით ადრე ასაფეთქებელი ნივთიერება შემოვიდა საქართველოში, რაზეც გამოძიება მიმდინარეობს. ასევე იმ დღეს იქნა ამოღებული ძალიან დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა იარაღები მცხეთაში და ესეც ჩვენ ვფიქრობთ, რომ დამთხოვა არ არის, თუმცა ამასაც გამოძიება უნდა უპასუხოს. ბატონი ახალაიას ჩანაწერი და რისი, ასე ვთქვათ, გადამოწმებაც ხორციელდება აუთენტიკურია თუ არა, თუმცა რა თქმა უნდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, მისი წარსული, მისი ბინძური წარსულიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი აუთენტიკური იყოს, თუმცა აქაც რა თქმა უნდა, გამოძიების პასუხებს უნდა დაველოდოთ, ხო? ეს ყველაფერი ერთობლიობაში ძალიან უცნაურად ემთხვეოდა ერთმანეთს, შესაბამისად ასეთი დამთხოვები ფიზიკურად არ არსებობს და ახლა როდესაც ბატონი ახალაია და მისი მეუღლე საუბრობენ იმაზე, რომ თითქოს და ეს ყველაფერი მშვიდობიანი იყო, რა თქმა უნდა, ამით კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს ბადებენ. ახალაია რატომ არ იმყოფებოდა აქციაზე და ზოგადად ნაცმოძრაობის ლიდერებს, რომ პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენა უნდათ ხოლმე, ეს არ ახალი არის. ჩვენ ჩანაწერშიც ვნახეთ, რომ ახალაია ამბობს, მე ვერ გამოჩნდები, შეიძლება დამიჭირონო და დაესხვები მივიდნენ იქ სამსხორპლოზეო. პირდაპირ ეუბნება ბურჭულაძეს. ეს ის ხალხია ზუსტად, რომ თვითონ დამალვა უნდათ. ერთ-ერთმა გადაცემაში თქვა, რომ მე ისე გავრბოდიო, რომ სპეცნაზიც კი ვერ დამეწიაო. და ამ დროს ამბობენ, რომ როგორ გეკადრებათ, არ ვიცოდითო ჩვენ ბურჭულაძეს თუ იჭერდნენ და ზოდელაოს, თორემ იქ ვიქნებითო და ამ დროს თვითონ აღიარებენ, რომ სპეცნაზს გაასრეს, ისე გარბოდნენ იქიდან. ჩაშვება, დაბეზღება, გაქცევა, პასუხისმგებლობისგან თავის არიდება, ეს არის აი ნაცმოძრაობის ბუნება. პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილ მოადგილეს გიორგი ქემოკლიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. დაკავებულს ბრალი წარდგენილი აქვს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით. გამოძიების ინფორმაციით გიორგი ქემოკლიძის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად მსჯავრდებულმა გიორგი ბაჩაშვილმა საკუთარი თავის ცემის ინსცენირება მოაწყო, ხოლო შემდეგ კონკრეტულმა მედია საშუალებებმა წინასწარ დადგმული ფაქტი ისე გააშუქეს სკანდალი და ბაჩაშვილზე სასტიკი ანგარიშწორება. გიორგი ქემოკლიძის შესახებ სტატიას აქვეყნებს Prime Time. სააგენტო პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილის გიორგი ქემოკლიძის ქონების შესახებ წერს და იხსენებს მის წარსულს. Prime Time-ის ცნობით ქემოკლიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში სოდის იმდროინდელი მაღალჩინოსნის დევი ჭელიძის რეკომენდაციით დაინიშნა და მისი ახლო გარემოცვის წევრად ითვლებოდა. უწყება კი ოჯახის წევრის კანონდარღვევის, კერძოდ ქურდობის ფაქტის შემდეგ დატოვა. Prime Time-ი წერს მის კავშირებზეც კრიმინალურ სამყაროსთან 2021 წელს ის ოპოზიციურად განწყობილი ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში ციხეში ეგრეთ წოდებული ოფშეკების შეგროვებაშიც დაადანაშაულეს. ქემოკლიძის ბოლო წლების დეკლარაციით ირკვევა, რომ მისი შემოსავლები წლიდან წლამდე იზრდებოდა. მის ანგარიშებზე ჩნდებოდა ასობით 1000 დოლარი. ამასთან ერთად ქემოკლიძე ფლობს არაერთ უძრავ ქონებას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. მის სახელზე რეგისტრირებულია მიწის ნაკვეთები და ბინები. სტატიაში საუბარია მისი ცეცხლსასროლი იარაღების კოლექციაზეც.
მეღვინეობის ქალაქი ღვინის ფესტივალს მასპინძლობს. გურჯაანში ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრი ჩავიდა. ადგილზე იმყოფებიან მინისტრთა კაბინეტის წევრები და დეპუტატები. 9 წლიანი ისტორია გრძელდება. ახტალის პარკში ფესტივალი სხვადასხვა სახეობის ღვინოს, ჭაჭასა და სასმელს ერთ სივრცეში აერთიანებს. სტუმრებს 500-ზე მეტი მეღვინე და 200-ზე მეტი სახეობის ღვინო ელოდებათ. ადგილზე მოწყობილია კულინარიული სივრცეც. დაგეგმილია სხვადასხვა კულტურული აქტივობაც. დღის ბოლოს ფესტივალი ჯგუფის სახეს კონცერტით დასრულდება. ეს არის განსაკუთრებული და გამორჩეული დღე, როგორც კახეთისთვის, ასევე მთელი საქართველოსთვის არის შესაძლებლობა მცირე და საშუალო მარნებისთვის, მეღვინეებისთვის, რომ გააცნონ თავისი ღვინოები ძალიან ფართო აუდიტორიას. მოგეხსენებათ, რომ შარშან 30,000 ადამიანზე მეტი იყო წელს, სტუმარს უფრო მეც ველოდებით, ყოველწლიურად უფრო და უფრო იზრდება მასშტაბები თვითონ ფესტივალის. წელს 500-ზე მეტი მონაწილე არის, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ფესტივალის აქტუალურობას. მეოთხედ ვიღებთ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება ემსახურება ქართული ღვინის პოპულარიზაციას. მოგეხსენებათ, ქვეყანაში გვაქვს 8000 წლოვანი უწყვეტი ქვევრის ღვინის ისტორია. შესაბამისად, მსგავსი ღონისძიებები ცალსახად ხელს უწყობს როგორც სფეროს განვითარებას, ისე ქართულ ეკონომიკას, რადგანაც თითოეული მეღვინე ამით ნახულობს, რა თქმა უნდა, პირად სარგებლობს. ევროკავშირი ბავშვებს სქესის შეცვლის სამართლებრივ პროცედურებს უმარტივებს. გადაწყვეტილება 2026-30 წლების LGBTQ+-ის თანასწორობის სტრატეგიის ნაწილია. დოკუმენტის თანახმად გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვები და გენდერის არჩევისას აღარ არის საჭირო არასრულწლოვანი სამედიცინო შეფასება. ასევე არასრულწლოვანი, რომელსაც არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ აქვს, თავად აირჩევს გოგოა თუ ბიჭი. ახალი სტრატეგია ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს ეკუთვნის. ირკვევა, რომ ის იმ წევრ სახელმწიფოებს, რომლებიც LGBTQ+-ის თანასწორობის 2026-30 წლების სტრატეგიას არ გაითვალისწინებენ, შესაძლოა ევროკავშირის დაფინანსება შეუწყდეთ. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს. გადაიხედოს ევროინტეგრაციის სტრატეგიას და ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩაანიშნას ითხოვს. მოძრაობა თვლის, რომ უნდა გაირკვეს საქართველოს მოსახლეობის ნება, სურთ თუ არა მოქალაქეებს საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. განცხადებაში საუბარია ევროკავშირის ახალ LGBTQ+-ის სტრატეგიაზეც. არავის აქვს ილუზია, რომ მისი ავტორი მხოლოდ ევროკომისიის მარიონეტი პრეზიდენტია. ეს დოკუმენტი პირდაპირ Deep State-ის მიერ შემუშავებული ვერაგული გეგმა. ერთიანი ნეიტრალური საქართველოს პოზიცია, რომ ეს არის მკაფიო წითელი ხაზი საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებში. წარმოუდგენლად მიგვაჩნია საქართველოს ხელისუფლებამ გააგრძელოს თუნდაც ძაძაბული და ცალმხრივი ურთიერთობა ევროკავშირის ოფიციალურ სტრუქტურებთან. წერს ერთიანი ნეიტრალური საქართველო. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ რასთან გვაქვს საქმე, როგორ ღირებულებით დეგრადაციასთან გვაქვს საქმე და კიდევ ერთხელ აჩენს აუცილებლობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ერთხელ და სამუდამოდ გადახედოს ამ სტრატეგიას, რასაც ქვია ქვეყნის ევროინტეგრაცია და ყველაზე კაფიოდ კითხვაზე გაეცეს პასუხი და ეს მოხერხდება რეფერენდუმის საშუალებით, რომ ქართულმა ხალხმა გააკეთოს საკუთარი განაცხადი. სურს თუ არა ასეთ ევროკავშირში საკუთარი ქვეყნის გაწევრიანება, სადაც ბავშვებში სქესის შეცვლა იქნება დაკანონებული, წახალისებული, მშობლებს არ ექნებათ ხმის ამოღების უფლება, ხმის ამოღების შემთხვევაში მათ წინააღმდეგ სანქციები იქნება გამოყენებული და ის ქვეყნები, რომლებიც არათუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან, არამედ ევროკავშირისკენ მიისწრაფიან, აღნიშნულ სტრატეგიაში მითითებულია, რომ ეს მათთვისაც სავალდებულოდ გასათვალისწინებელია. თემაზე დღეს განცხადება გააკეთეს მემარცხენე ალიანსშიც. პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის კატეგორიულად მიუღებელი 2026-30 წლებისთვის ურსულა ფონ დერ ლაიენის LGBTQ+-ის ახალი სტრატეგია. მემარცხენე ალიანსი Deep State-ის გავლენებზე საუბრობს. მათივე თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ევროინტეგრაციის პროპაგანდა. ნეიტრალურ საქართველოზე არასრულწლოვანი არჩევნების უფლების ჯერ არ ქონე ბავშვებს ეძლევათ უფლება სქესი აირჩიონ, ან შეიცვალონ ისე, რომ არ კითხონ არც მშობლებს, არც მასწავლებლებს და არც უახლოეს ნათესავებს. დოკუმენტს იურიდიული ძალა აქვს, მაგრამ საჭიროებს წევრი სახელმწიფოების პარლამენტების რატიფიკაციას.
ამასთან დაკავშირებით ბრიუსელი იმუქრება თუ რომელიმე წევრი სახელმწიფო წინააღმდეგი წავა მას შეუჩერდება ყოველგვარი დაფინანსება. შეხედეთ სად მიაქანებენ ევროპას deep state-ის მიერ მართული არამზადა ბიუროკრატები. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, კიდევ ერთხელ კატეგორიულად მოვითხოვთ ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ევროინტეგრაციის მავნებლური პროპაგანდა. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ახალგაზრდობას უახლოეს წლებში ელოდება სრული დეგრადაცია. მართლ გუნდში აცხადებენ, რომ საქართველოში მოქმედებს კანონი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ, რომელიც არაერთხელ გახდა ევრობიუროკრატების კრიტიკის მიზეზი. უმრავლესობის შეფასებით საქართველო არაპირებს ამ კანონის უკან გაწევას. ქართულ ოცნებაში დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორეს, რომ საქართველო 2030 წლისთვის იქნება ყველაზე მომზადებული ქვეყანა ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ჩვენ 2014 წელს მივიღეთ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა, მაგრამ ის რაც ეხლა ხდება ევროკავშირში ამ LGBTQ+ მიმართულებით, ეს არის რა თქმა უნდა, მე ვფიქრობ, რომ ნორმალური საზოგადოების დეგრადაციისკენ მიმართული გზა და არა განსხვავებული ქცევის თუ განსხვავებული ცხოვრების წესის მქონე ადამიანების უფლების დაცვა. ეს იდეოლოგია ადრე თუ გვიან არის მარცხისთვის განწერული. მივიღეთ ანტი-LGBT პროპაგანდა კანონი, ანუ არასრულწლოვანთა უფლებების და ოჯახის ღირებულებების დაცვის კანონი, რომელიც არის ჩამკეტი მექანიზმი და პრევენციულ ხასიათს ატარებს ზუსტად ასეთი ტიპის პროპაგანდისთვის და ასეთი ტიპის ასე ვთქვათ მექანიზმებისთვის, ხო? და შესაბამისად სწორედ ამან გამოიწვია ძალიან ბევრი ევრობიუროკრატის კრიტიკა ამ კანონთან მიმართებაში და ჩვენი მყარი პოზიცია იცის ჩვენმა საზოგადოებამ, იციან ევრობიუროკრატებმა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ამ კანონის უკან გაწევას და ეს კანონი იმოქმედებს საქართველოში, რომელიც აბსოლუტურად ყველა იმ რისკს გადააზღვევს, რაც ამ ახალ რაღაცა დადგენილებაში არის ჩაწერილი. ჩვენი გაცხადებული პოზიცია არის ის, რომ 2030 წელს ჩვენ ვიქნებით ყველაზე მომზადებული ქვეყანა, რომ გავწევრიანდეთ ევროკავშირში, ჩვენ ამ კურსს არ ვუხვევთ, ამ გზაზე ვდგავართ. ესეც კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, როგორ ხდება დაძალება იმ მავნე პოლიტიკისა და მავნე იდეისა, რასაც ქვია, და განსაკუთრებით ეს კიდურესად აღმაშფოთებელია და შოკის მომგვრელია, რასაც ისინი არასრულწლოვანებთან დაკავშირებით აკეთებენ და გეგმავენ. რა თქმა უნდა, ჩვენ მთელი ის რიგი საკანონმდებლო აქტები, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიზნად ისახავს, რომ აი ესეთი მავნებლური იდეისგან მოხდეს საქართველოს და ქართული საზოგადოების დაცვა, ჩვენი ქვეყნის დაცვა. შესაბამისად, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას არ მივაკაროთ ის უდიდესი მავნებლობა, რომელსაც ჩვენ დღეს ვხედავთ ევროპულ ქვეყნებში და რომელიც უქადის ევროპულ საზოგადოებას განადგურებას. ამ წუთებში მედიასთან კომენტარს აკეთებს პრემიერ-მინისტრი, რომელიც გურჯაანში იმყოფება, პირდაპირ ეთერში ვთავთ ირაკლი კოპახიძეს. ძალიან საზეიმო განწყობა, უამრავი ადამიანია და გვეხარია, რომ არის ასეთი ჩართულობა, ასეთი ინტერესი და რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ტარდება ასეთი ღონისძიებები, რა თქმა უნდა, მთავრობამ მოუსწრებს მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ასეთი ფესტივალების, ასეთი ღონისძიებების ჩატარებას, რაც ყველა კუთხით არის მნიშვნელოვანი, ყველა თვალსაზრისი და ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ამ კონკრეტული რეგიონის განვითარებას და მთლიანად ჩვენი ქვეყნის განვითარებას ახალისებს, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ აქტივობებს, ყველანაირად ხელს უწყობთ მომავალშიც ასეთ ღონისძიებებს. ბატონო ირაკლი, უნდა კითხოთ შავლო პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით 4 ოქტომბერზე, რომელიც ამბობს, რომ ყველაფერი იცოდა, ოპოზიცია საუბრობდა ასევე ნეპალის სცენაზე, საიდან ლიდერები გაიქცნენ. ეხლა, რა თქმა უნდა, ანონსი ყველა მეცის, რაც იყო, გამოცხადებული იყო დამხობის აქცია და დაახლოებით 5-7 ადამიანი მივიდა დამხობის აქციაზე სრულიად შეგნებულად. რა თქმა უნდა, მორალური პასუხისმგებლობა იმ ყველაფერზე, რაც მოხდა 4 ოქტომბერს, ეკისრება უკლებ ყველა ადამიანს, რომელიც იქ იყო მისული, რაც შეეხება სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ვინც ძალადობაში იყო ჩართული, იცით, რომ მათ მიმართ მოქმედებს სამართლებრივი ზომები, არის იდენტიფიცირებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა და მათ მიმართ სამართლებრივი ზომები ამოქმედება, რა თქმა უნდა, ეს არ გვიხარია, თუმცა ყველა მიხილა შემდგარი დანაშაული და რა თქმა უნდა, ამაზე სახელმწიფოს რეაგირება არის უბრალოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ბატონო ირაკლი, 4 ოქტომბერს გავაგრძელებთ სუსმა გამოკითხა
ბაჩუ ახალაია და მისი მეუღლე ასევე ცოლ-ქმარნი ამბობენ, რომ არც პრეზიდენტის სასახლის შტურმის მცდელობა არ ყოფილა, არც დამპყრობით და ასე შემდეგ. არის თუ არა მათი მხრიდან ეს ყველაფერი ძალადობრივი აქციისგან გამიჩნდის მცდელობა. როგორ შეაფასებთ იმ ფაქტს, რომ ახალაიების ოჯახი ცდილობს ძალადობრივი აქცია და რევოლუციის ჩავარდნილი სცენარი მშვიდობიანად გამოაცხადოს. და დავამატებდი, რომ უკრაინელ მებრძოლებთანაც მიდის ყვალი და თუ შეიძლება რომ ვითხრათ საით მიდის ეს პროცესი და რისთვის მიმდინარეობდა მზადდება. რაც შეეხება მათ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს არ იყო ძალადობა, გულისხმობ ახალაიების ოჯახს, როგორც ჩანს, მათ ეს ძალადობა არაფრად ეჩვენებათ იმასთან შედარებით, რაც ძალადობასაც ისინი ახორციელებდნენ დანის ციხეში, ხო? მათთვის ეს ძალადობა არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ფლანის ციხეში აკეთებდნენ, როდესაც აწამებდნენ პატიმრებს პირდაპირი ნიშნულობით. ასეთი მორალის ადამიანებისგან ასეთი განცხადებები, რა თქმა უნდა, არ გვიკვირს დანარჩენს, რა თქმა უნდა, დაადგენს გამოძიება. მათ შორის უცხოურ კავშირებთან დაკავშირებითაც გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს. მე არ მინდა წინ გავუსრო მოვლენებს, მაგრამ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული დეტალი იყოს გამოძიება. თქვით, რომ გამოძიება დაადგენს და გრძელდება გამოძიება, დაკავებების დაკავებულთა რაოდენობა 46-მდე გაიზარდა, უკვე იდენტიფიცირებაც ხდება ეტაპობრივად. ფიქრობთ თუ არა, რომ კიდევ უფრო მეტად შესაძლოა გაიზარდოს, მაშინ როდესაც ოპონენტები ამ დრომდე ამბობენ, რომ ეს იყო მხოლოდ მშვიდობიანი. სავარაუდოდ გაიზრდება გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვაფრთხილებდით ყველას იდენტიფიცირების შესაძლებლობებთან დაკავშირებითაც. ყველას ვაფრთხილებდით, რომ ქონდა მოძალადეების იდენტიფიცირების კიდევ უფრო მეტი რესურსი, ვიდრე ქონდა მანამდე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ყველა მოძალადე ვინც იქნება იდენტიფიცირებული, მიეცემა პასუხისგებაში. შესაბამისად, ლოგიკურია, რომ უნდა ველოდოთ რიცხვის გაზრდას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება მარტივად გაატაროს სახელმწიფომ, როდესაც ხორციელდება ასეთი მასშტაბის ძალადობა სახელმწიფოზე, სახელმწიფო ინსტიტუტებზე. რა თქმა უნდა, იქ რეაგირება არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ მომავალში დავაწყვილოთ სახელმწიფო ასეთი ტიპის მცდელობებისგან და ამას რა თქმა უნდა ბოლომდე მივიყვანოთ. ბატონიკაკი, ჩვენი ინფორმაციით სოფო ჩაფარიძე ესპანეთში გაიმგზავრა დასასვენებლად. არ შემდგარი რევოლუციის ორგანიზატორი და პარტიის წევრის ვოიაჟი საზღვარგარეთ რაზე უნდა მოთხოვდეს? ესეც მეტყველებს რადიკალური ოპოზიციის სახეზე. ასეთია მათი ბუნება, ხო? ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ძირითადად რიგითი აქტივისტები, თუმცა არა მხოლოდ, ხო, ლიდერებიც გაწირეს ციხისთვის და თვითონ ზოგი არის იმალული, ზოგი გაურბის პასუხისმგებლობის აღებას იმ აქციაზე, რომლის დაანონსების თანამონაწილეები იყვნენ და ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა. ეს არის რადიკალი ოპოზიციონერების სახე. ისინი არიან უცხოელი აგენტები, შესაბამისად მორალი არ აქვთ. ერთადერთი რითაც მოქმედებენ, ეს არის გარე დავალებები და გარე პატრონის განახი. ევროკავშირის სქესის შეცვლის პროცედურას ამარტივებს. ახალი სტრატეგიის თანახმად გაუქმებულია სქესის განსაზღვრის ასაკობრივი შეზღუდვა და გენდერის არჩევისაც აღარ არის საჭირო არასრულწლოვანი სამდიცნო შემოწმება. ანუ ეს შეაფასოთ მაშინ, როდესაც განცხადებაც გავრცელდა. ჩვენ ხშირად გვისაუბრია იმ უმძიმეს ტენდენციებზე, რასაც ხედავთ ევროკავშირში. ეს არის პირველი ეკონომიკური მძიმე ტენდენციები და მეორე არის ტენდენციები, რომელიც უკავშირდება ევროპული იდენტობის დაკარგვას. და ეს არის სრულიად მიზანმიმართული პროცესი, რომელიც გარედან არის ევროპისთვის თავსმოხვეული. სტატისტიკა ყველაფერზე მეტყველებს, სტატისტიკა არის დამძიმებული ბევრი მიმართულებით და აქ საუბარია საერთოდ კატასტროფულ მოვლენაზე, როგორც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა. ხო, სადამდე მიიყვანეს ევროპა და ევროკავშირი, ამას ხედავს ქართული საზოგადოება. იმედი გვაქვს, რომ ეს ტენდენციები შეჩერდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ევროპას ემუქრება კიდევ უფრო მძიმე საფრთხეები. და მეგობარი აქტის ჩავარდნა. ამ თემას გავაგზავნებ ბოდიში გიორგი, ნეიტრალური საქართველოს განცხადება გავცელდა ამავე თემაზე და ითხოვს რეფერენდუმს, რომ გაიწევს მოსახლეობის ნუ მე ვერ გეტყვით ზოგადად ჩვენთვის არის შემაშფოთებელი. კიდევ ერთხელ გამიმერებ ის ტენდენციები, რასაც ხედავთ ევროპაში. თუ როგორ უნდა დაუპირისპირდეთ ამ ტენდენციებს, ამაზე ხელისუფლება მიიღებს გადაწყვეტილებას, დღეს რაიმე კომენტარის გაკეთება გამიჭირდება. მეგობარი აქტის ჩავარდნაზე მინდა გითხოთ, ოპოზიციამ თავის საწადებს ვერ მიაღწია. მნიშვნელოვანია, რომ ასე წარიმართა ეს პროცესი. ჩვენ გვაქვს საჯაროდ გაცხადებული ჩვენი სურვილი სუფთა-ფურცლიდან და კონკრეტული გზამკვლევით გადაიდვირთოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რა თქმა უნდა, ასეთი მოვლენები ხელს უწყობს ურთიერთობების გადადვირთვას. თავარია, რომ გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები ამ მიმართულებით, ჩვენ მოთმინებით და ველოდებით ამერიკული მხარის პოზიციას. პატონიკაკი გიორგი ჩახუნაშვილის შვილი ითხოვდა ანგარიში გამოქმედა გირაოს თანხის შეგროვებას ითხოვდა და ამას გარკვეული პოსტებიც მოყვა, მათ შორის არის რომ აი ზუსტად ესაა კლასიკური ნაციის სახე, რომ ამ შემთხვევაში საკმაოდ შეძლებული ნაცი ითხოვს საკუთარი მამის გირავს და თავად არ იხდის.
თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენ პირაოს თანხის? ამ შეფასებასაც მთლიანად გავიზიარებდი. თვითონ ჩადიან დანაშაულს, მე უნდათ რომ სხვებზე გადაიტანონ პასუხისმგებლობა, სხვა გახადონ ამის თანაზე არის, მათ შორის ფინანსური კუთხით, რა თქმა უნდა, ეს აჩვენებს რადიკალური ოპოზიციის სახეს, ასეთია მათი სახე და ბუნება. ბატონო გიორგი ქემოჭრიძის საქმე ღონისძიებაზე უნდა გითხოთ, რომელიცაც ბრალად ედება მთავრობების ბოროტად გამოყენება, გამოძიების ინფორმაციით. ბაჩიაშვილმა ცემის ინსცენირება მოაწყო, რაშიც ქემოჭრიძე დაეხმარა. ამ საქმეში დღეს ასევე გამოიკითხება ბაჩიაშვილის უფლება დამცველით. ეს საქმე რომ შეაფასოთ, რა მოტივი და მიზანი ჰქონდა ქემოჭრიძეს? პირველ რიგში ეს არის რა თქმა უნდა სახელმწიფო საფრთხების სამსახურის კომპეტენცია, ბოლომდე ჩაეძიოს ამ ყველაფერს. მოტივი გასაგებია, ხო? ლოგიკურად ეს არის სახელმწიფოსთვის ზიანის მიყენება, შესაძლოა ეს იყოს პატიმრისთვის რაღაცა მდგომარეობის შეცვლა გარკვეული მიმართულებით. მე ვერ გეტყვით, ეს უნდა დაადგინოს, რა თქმა უნდა, გამოძიება თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ამ სავარაუდო დანაშაულის გახსნა, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან უფრთხილდებით იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს საშუალების სისტემაში. თქვენ გახსოვთ, რა ვითარება იყო პენიტენციურ დაწესებულებებში 2012 წლამდე, წამების, ასე ვთქვათ, ინსტრუმენტად იყო ქცეული ციხეები და ჩვენ რადიკალურად შევცვალეთ ვითარება და არც ერთი წამების თუ არახმანური მოპყრობის ფაქტი არ დაფიქსირებულა 2012 წლის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში, რაც ყველა აღიარებს, ხო, თვითონ ჩვენი ოპონენტი პოლიტიკოსებიც კი, რომლებიც გამოდიან ციხიდან, აღიარებენ თუ რა რადიკალურად როგორ არის რადიკალურად შეცვლილი ვითარება საშუალების სისტემაში და როგორ არის თავიდან ბოლომდე დალაგებული და აწყობილი სისტემა. ამიტომ ამ მიღწევას ბოლომდე ვფრთხილდებით და შესაბამისად ამ გამოძიების ბოლომდე მიყვანა არის რა თქმა უნდა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტი. ბატონო ირაკლი, ციხის უფროსის გარდაცვალების საქმეზე მინდა გითხოთ, თუ გაარკვიეთ დეტალები რა ვითარებაში გარდაიცვალა და საინტერესოა ისიც, რომ თავად იუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ ის ამ მოვლენებამდე ყავდათ გამოკითხვაზე დაბარებული. აი თუ იცით ამ საქმის დეტალები. მე ვერ გეტყვით, ეს არის გამოძიების საქმე, თვითონ ამ კონკრეტული ფაქტის გამოძიება არის შესაბამისი უწყებების საქმე. რაც შეეხება დაბარებას, თქვენ იცით, რომ კონკრეტული საქმე იყო აღძრული და შესაძლებელია ასეთი რამ მოხდა, თუმცა ეს არის უწყებების პრეროგატივა, მათ უნდა გაქცენ ასეთ კითხვებზე პასუხი. ასევე მინდა გითხოთ, გუშინ იმყოფებოდნენ საქართველოში ევროპარლამენტარები, რატომ არ შევხვდით რა მოხდა, არაფერი გაქვთ სათქმელი მათთან? მე არ ვიცი ვინ იყო ჩამოსული, ყოველ შემთხვევაში ჩვენთან არ უთხოვიათ შეხვედრა, წარმოდგენა არ მაქვს ვინ იყო ჩამოსული საქართველოში. და უარი გითხრეს, აი არა, ჩვენ საერთოდ მე ახლა გავიგე რომ ევროპარლამენტარები იყვნენ ჩამოსული საქართველოში. და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, აი როგორ გაგრძელდება პოლიტიკური ცხოვრება აი ამ დაკავებების ფონზე, როგორ ფიქრობთ, ამით პროტესტს ახშობთ თუ პირიქით აბრაზებთ საზოგადოებას, აი რა შეგიძლიათ გითხრათ, როგორ გაგრძელდება პროცესები? საქართველოში ხედავთ რომ არავითარი საპროტესტო მუხტი არ არსებობს, არის 500 უცხოელი აგენტი, რომელთა მეშვეობითაც ცდილობენ რაღაც ნაგვარჩხალივით შეინახონ ეს პროტესტი. სინამდვილეში საზოგადოებაში არავითარი პროტესტი არ არსებობს და ამას ადასტურებს მათ შორის ისიც, რომ ამ არჩევნებში ქართულმა ოცნებამ მიიღო ამორჩეულთა ხმების 82%, ჩვენ მივიღეთ 1,100,000-ზე მეტი ხმა. ასეთ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ასეთ ხელოვნურ პროტესტის ცდილობებს ვერ ექნება ვერავითარი წარმატების პერსპექტივა. თქვენ უსმენთ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ყობახიძეს, რომელმაც მედიასთან კომენტარი გურჯაანში ღვინის ფესტივალზე გააკეთა. საქართველოს პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით კულტურის სფეროს წარმომადგენლები დააჯილდოვა. მათ საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები, ბრწყინვალებისა და ღირსების ორდენები კულტურის სფეროში გამორჩეული მიღწევისთვის. კულტურის განვითარებაში შეტანილი და საქართველოსთვის გაწეული ღვაწლისთვის გადაეცათ. პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ღონისძიებას პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, კულტურის მინისტრი და კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ. ყველა ეპოქას ყავს გამორჩეული გმირები, რომლებიც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის კიდევ უფრო გამდიდრებასა და მომავალი თაობებისთვის გადაცემაზე ზრუნავენ. დღეს სწორედ თქვენ ახართ ის ადამიანები, ვინც ეს საპატიო მისია იტვირთეთ და ამ საქვეყნო საქმეს ღირსეულად ასრულებთ. სწორედ ამიტომ ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ მაქვს შესაძლებლობა გაწეული ღვაწლისა და კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილისთვის ქართველი ხალხის და სახელმწიფოს სახელით ბრწყინვალების და ღირსების ორდენებით დაგაჯილდოვოთ. გილოცავთ კიდევ ერთხელ თელიერის სახელით გიხდით
მადლობას ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე გაწეული ღვაწლისთვის. გასული საუკუნის 60-ან 70-იან წლებში ჰქონდა კულტურული აღორძინების ხანა, როდესაც განსაკუთრებულად განვითარდა საქართველოში შემოქმედების ყველა სფერო, ამის შემდეგ იყო 90-იანი წლები, ამის შემდეგ იყო გარკვეული წლები, როდესაც ხელოვნურად ხდებოდა კულტურის სფეროს განადგურება და ამას ჰქონდა კონკრეტული პოლიტიკური მიზნები, ხელოვნურად იქნებოდა ფსევდოელიტა და რეალურად არ ხდებოდა ზრუნა კულტურის განვითარებაზე, რამაც შექმნა საკმაოდ რთული მდგომარეობა ხელოვნების, კულტურის, შემოქმედების სფეროში. მე მინდა ყველას გესურვოთ ჩვენი კულტურის აღორძინება და ამაში რა თქმა უნდა თქვენ განსაკუთრებული როლი გაგესრიათ და ჩვენი მხრივ გავაკეთებთ ყველაფერს საქართველოს კულტურის მინისტრთან ერთად, კულტურის მოღვაწეებთან ერთად და თქვენგან ერთად იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ საქართველოში კულტურის განვითარებაზე და ქართული კულტურის აღორძინებაზე. დღევანდელი დღე არის კიდევ ერთი შეხსენება ყველასთვის, რომ საქართველოში ხელოვნება ცოცხალი და თავისუფალია, რომ ქართული ნიჭისა და ტალანტის გამოვლენას ფართო ასპარეზი გააჩნია. ეს პირობები ყველასთვისაა და ყველას სარგებლობს საკუთარი პიროვნების თავისუფლად განვითარებისა და გამოვლენის საშუალებით, რაც ჩვენი კონსტიტუციითაცაა დაცული. შემოქმედების პროცესი წარმოადგენს ყოფირების ყველაზე შინაარსიან გამოვლენას. სახელმწიფო აფასებს კულტურისა და ხელოვნების იმ მიღწევებს, იმ შემოქმედებას, რომელსაც განსაკუთრებული და გამორჩეული წვლილი შეაქვს ჩვენს მრავალათასწლოვან სალაროში, რომელსაც ქართული კულტურა ეწოდება. თქვენზეა დამოკიდებული, როგორი იქნება საქართველოს ხვალინდელი დღე და საქართველოს ხვალინდელი სახე. იმიტომ რომ კულტურაში არ არსებობენ ჩემპიონები, კულტურაში არსებობს სიყვარული და თქვენ ეს სიყვარული ყველაზე კარგად იცით. კულტურა ემოციების სფეროა და სიყვარულს მსახურება და ქვეყნის სიყვარულისთვის მსახურება. იმედია რომ ეს მცირედით დაგიფასდათ დღეს და ხვალ გექნებათ სავსე დარბაზები, დიდი აპლოდისმენტები. კურიერი სამზე ამით დასრულებულია. ჩვენ ერთმანეთს 6-ზე შევხვდებით. მანამდე კი ყოველ სიახლეს გაიცანით რუსთავი 2.jz.